შავი ვარდი. არ მომწონს ეს კაცი სულ ჩვენ გარშემო რომ ტრიალებს. გამარჯობა. გამარჯობა. იმედია არ გაწუხებთ. რას ბრძანებთ? დაბრძანდით. რუსგარის ამბავი მაინტერესებდა. არის რამე ახალი? რუსგარი კარგად არის, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გარკვეულა. დედა მომშივდა. აბა რა მოგშივდებოდა, დილიდან არაფერი გიჭამია. ახლა ვერ ამეს ვიყიდით. რა უნდა იყიდო ებრო, რამეს მოვამზადებ. სიქმა მოგიმზადოთ? სიქმა რა არის? მართლა, სიქმა რა არის? რომ შეჭამთ გაიგებთ. ასიმსაც ძალიან უყვარს. კარგა ხანი არ მომიმზადებია. გოგონები არ არიან? არა, სკოლიდან ექსკურსიაზე დავიდნენ. უნდა ვუპასუხო. პირად, პროდუქტები გააქვს? იმ დღეს არ მოიტანე, სამზარეულოში უნდა იყოს. აირენიც გავაკეთოთ. მაწონი რომ არ გვაქვს? მელეკ, ხო, წადი და მაწონის სახლიდან მოიტანე. გუშინ დავაყენე, შედეთდებოდა. კარგი რძალ. მე ცეცხლს დავანთებ. მე ცომს მოვზელ. მობრძანდი შვილო. მომხდარის გამო თქვენ წინაშე თავს უხერხულად გვგრძნობ ქადრიეჰანიმ. რუსგარის გადაცებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გაირკვა. რა გაირკვა შვილო? იმ სახლს მივაგენით, სადაც ბავშვი ჰყავდათ გადამალული. უეჭველია რომ იქ იყვნენ. იმ სახლში ასთმის წამალი ვიპოვეთ. ჩეკის მიხედვით გავარკვიეთ, რომ აფთიაქში წამალი კენდალ აღას უყიდია. მას დავუკავშირდი. მითხრა, რომ რუსგარის გამტაცებლებმა დაურეკეს და გააფრთხილეს ამის შესახებ სიტყვა არ დასცდენოდა. ვიცი რომ ვიღაც კენდალს მოსვენებას არ აძლევს, ამას წინათ მურატის საფლავიც ამოთხარეს. რა? დედა, ეს როგორ დაგვემალე? რატომ არაფერი გითხარი? არ გითხარით, რა საჭირო იყო, რომ უარესად გენერვიულად? ნეტავ ჩემთვის მაინც გეთქვათ ქადრიეჰანიმ. რა გითხრა შვილო? მურატის სასაფლაოზე წავედი. ვიფიქრე ჩემ შვილს დარც გავუზიარებ მეთქი. საფლავი ამოთხრილი დამხვდა. გაუგნებული დავრჩი. კენდალს დავურეკე, მითხრა არავის არაფერი უთხრაო. შემდეგ საწყობი დაიწყო. ეს დიდი უბედურება დაგვატყდა. მელეკ, რა მოხდა შვილო? არაფერი დედა. ემინემ სიქმა უნდა მოამზადოს, აირანის გარეშე გემო არ ექნებაო და მაწუნის ასაღებად გამომგზავნეს. კარგი შვილო. კასიმისგანაც ვერაფერი გავიგე. ბავშვივით ჩემს მოსწყობებას ცდილობს, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ გამიცანი კასიმ ეფენდი. ამ კაცს აქ რა უნდა, რას დაეხეტება?
რას აკეთებენ? İnanmıyorum sana. ვერ გწნობ ბარან. კარგი რა აიშე. ხომ იცი იმ ტიპს რომ ვხედავ რა მემართება? Belli. გეტყობა თავს ვეღარ აკონტროლებ. Geliyorsun. აიშე. Ne Ayşe? რა აიშე? Adanın yerinde გეფიცები ადას ადგილას ყოფნას არ მოვისურვებდი. შენ გამო რა არ გადაიტანა? ღვთის გულისათვის რა გადაიტანა? ამას თქვი საშუალებას არ აძლევ. აქ გასართობად წამოვედით. Şurada işte. იქ მაია და მასთან გაერთოს. İyi ben de gideyim. წავალ და Maya მეც მაიასთან გავერთობი. აიშე არ გინდა. Ne yapma? აბა sen როგორ yapma მოვიქცე? bana. Sen de demek თავისუფალი ხარ. artık. წადი და დემეთთან ერთად გაერთე. ბავშვებო, ნელ-ნელა შეიკრიბეთ, მივდივართ. Kızım sen onu შვილო taşıyabilirsin. მაქსიმ ძიმეს წაიღებ. Taşırım anne. წავიღებ დედა, ნუღელა. Hey, მარტო დამტოვე შვილო. Tamam sakin ol. დაწყნარდი, შენი ძმის ამოაზრო გამოხდომებს უკვე მიჩვეული ვართ. ამაზე ნუწუხარ. Çıkma bu kadar canım. Ne kardeşi ya? რა ძმა. Ben öyle ასეთი ძმა არ მინდა. არ მჭირდება. მისი არსებობის შესახებ ახლა ხან გავიგე. შემიძლია თავი ისე დავიჭირო, თითქოს შემთვის არ არსებობს. მომბეზრდა. გამუდმებით ჩემს დამცირებას. შერცხვენას ცდილობს. Sen önce şu kemeri ჯერ უსაფრთხოების წვედი შეიგარი, კარგი? სერდარ მე რას გეუბნები და შენ რას მპასუხობ? Ada tak. ადა ღვედი შეიგარი. არ შევიკრავ. ისედაც სუნთქვა მიჭირს. ვედი რომ შევიკრა, საერთოდ ვეღარ ვისუნთქებ. Ya saçma. რა სისულელეს ამბობა და ღვედი შეიგარი. არ შევიკრავ. შენ ღამაკლდი ჭკუის სასწავლებლად. Ben seni შენ სასეკეთოდ ვამბობ, როგორც გინდა, ნუ შეიკრავ. მე ცუდ ხასიათზე ვარ, მაგრამ Ya benim შენთან ამას არ გამოვხატავ. Ama sana bunu ნეტავ საერთოდ არაფერი მეთქვა. İnsanın ნანობ რომ საერთოდ ხმა ამოვიღე. თუ ასე ხმას ნუ ამოიღებ. დრო ვერ გამოვნახე რომ დაგლაპარაკებოდი. მე თქვა თუ როგორი გაბრაზებული ვიყავი. ჰანიმ, ჯერ ჩემს სათქმელს გეტყვი, შემდეგ შენ მოგისმენ. Sonra dersin. Bilirsin. ხომ იცი ამ მხარეში მსგავსი რამ მიუღებელია. Adeti bu değildir. Adem sevda. რადგან შეგიყვარდა, ჯერ ჩემთან რატომ არ მოხვედი და არ Neden მითხარი? önce gelip bana söylemedin? რატომ არ მკითხე, შეიძლება თუ არაო? Nasıl olur? ხომ იცი შვილი ვით გექცევი? როგორც ჩანს შენ დედად არ მიმიჩნიე, ისე უპასუხისმგებლად მოიქეცი. თითქოს აქაურობას, ნარინის მდგომარეობას ბარანს არ იცნობდე. ასეთი საქციელი შეგფერის შვილო. ოზლებ, სად იყავი? რა გინდა ემინე? უსაქმოდ დგომას წადი და აირანი მოამზადე. მე მოვამზადებ. აირანი თავისით არ მომზადდება ოზლებ. მაწონი ფირატი სამზარეულოშია. გაინძერი. აირანი გაგვაკლდა. სტამბოლში საქმიანობთ. მუდმივად აქ რომ ხართ, ხელი არ გეშლებათ? აქ უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს. საჯირო საქონელს შევისყიდი, რომ სტამბოლში საქმე გამიადვილდეს. გასაგებია. ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა გაკავშირებთ, იმათ პრობლემებს ყოველთვის ასეთი ინტერესით ეკიდებით? ფირად. არა უშავს, ფირატის კარგად მესმის. თქვენს ცხოვრებაში მოულოდნელად უცხო ადამიანი გამოჩნდა. ყოველ წუთს თქვენს გვერდით არის. მომხდარის გამო ძალიან წუხვარ, თქვენი ამბავი მაინტერესებს და აქ ამიტომ ვარ.
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, გამარჯობა. გამარჯობა. გავლისას შავი ვარდები დავინახეთ და ძალიან დაგვაინტერესა. ტურისტული ჯგუფი ვართ, შეიძლება დავათვალიეროთ. ჯერ ყველა არ გაშლილა, მაგრამ დაათვალიერეთ. გმადლობთ. Hadi her şeyi ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. მურატის გარდაცვალებიდან მცირედ რო გავიდა და ნარინთან დაკავშირებით ეს როგორ იფიქრე? Ben seni bileyim. კარგად გიცნობ, ვიცი რომ პატიოსანი ადამიანი ხარ, მაგრამ ყველა ჩვენ სავით ხომ არ ფიქრობს. ისევ საუბრობენ. ამდენ ხანს რას ელაპარაკება? Ada onu yapma. Ada ეს არ გააკეთო, Ada ასე ნუ იქცები. ვის ელაპარაკები Ada? Ada. კმარა. დავიღალე. Baran bir yandan. ერთი მხრიდან ბარანი, მეორე მხრიდან ფსიქოპატი ბიძამისი. მაიაც ამ ბოლო დროს უცნაურად იქცევა. კარგია და საკმარისია. რა არის საკმარისი? რა არის? ამ ბოლო დროს შენც მაცავით უცნაურად იქცევი. ისე ვარ დაიწყო და რა არ დავიწყო? გონია ვერ ვამჩნევ რომ შეიცვალე. გრძნობ რომ რაღაცას მიმალავ. არაფერს გიმალავ. როგორ არა მიმალავ? გეკითხები და პასუხს არ მცემ. ან საუბარი სხვა თემაზე გადაგოხს. ვცდილობ არ შევიმჩნიო. არ გეგონოს რომ ვერ ხვდები. გაიგე? ადგა და მას გახვა. საერთოდ არ შერცხვა? პასუხს მოვთხოვ მასაც და მის გვერდით მყოფსაც. ბელიქ, სტუმრებს შესთავაზე, უხერხულია. Tamam yenge. ახლა ვერ ძალო. Ne oluyor? რა ხდება? Özlem ოზრებ აირანი მიართვი. შრალად ვერ შეჭამენ. Ვითომ რატომ? Niye ki? ვინ არიან? Bunlar hep uzatma. ნუ აზვიადებ ოზლემ. მიირთვით. როგორ შეგაწუხეთ? გმადლობთ. რას ბრძანებთ? გემრიელად მიირთვით. სტუმრებს შესთავაზე. მე მერე მივირთმებ. კარგი რძალო. გამარჯობა. გამარჯობა რა, მადი საღმძვრელად გამოიყურება. როგორ შეგაწუხეთ? გმადლობთ, ჩვენ მხოლოდ ვარდების დასათვალიერებლად მოვედით. რას ბრძანებთ? გემრიელად მიირთვით. პირად. ის მაგიდები და სკამების ხომ არ ჩამოგვეტანა? დაგეხმარებით. ბოდიშ გიხდით ქადრიეჰანიმ. რაც მითხარით ყველაფერში მართალი ბრძანდებით. თხოვთ მაპატიოთ. ბოდიშ იმიტომ კი არ გიხდით რომ ნარინი მიყვარს. იმიტომ გიხდით რომ დაუფიქრებლად მოვიქეცი. თქვენც და ნარინიც უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდეთ. თქვენის ნებართვით ქადრიეჰანიმ. ჯემალ ბეი რომ არ ყოფილიყო, ეს არ მოხდებოდა. რას ამბობ? თქვენი სახელი გავიგე და ამიტომ მოვედი. ასეთი თავმდაბალი ნუხართ. ორი ღვეზელი და ერთი აირანი. რამდენი გადავიხადოთ? რას ამბობთ? სამი ღვეზელი და ერთი აირანი ავიღე, შეიძლება რომ შეგვიფუთოთ. მარა ჩვენ გაგიმასპინძლდით. გაგიმასპინძლდით? ჩვენ აქ დავნაყდით. არა, რას ბრძანებთ? ჩვენ გაგიმასპინძლდით. ძალიან გაგუხარებთ, რომ თანხას ბავშვებისათვის საჩუქრის საყიდლად მიიღებთ.
მადლობთ, დიდი მადლობა, გემრიელი იყო. უღრმესი მადლობა, ებრუჰანიმ შავი ვარდის მოშენების მსგავსად კვების ობიექტის გახსნაზეც რომ იფიქროთ, კარგი იქნება. ტურისტული სეზონია, ყველაფრისათვის დიდი მადლობა. კარგად ბრძანდებოდეთ. სულ ერთი და იმავე ძახილი არ მოგბეზარდა? თუ ასე აღიარე ჩვენთან ვახშმად რომ მოხვედი, იმ დღიდან შეიცვალე. გეგონა ჩვენს ურთიერთობას სერიოზული სახე ეძლეოდა? შეცდი. ნუ ღელა. მსგავსი სურვილი არ გამჩენია. რა? ეგრე შუაშია? შენ მითხარი რა შუაშია? სარდარ. სარდარ. Alın bakalım. გამომართვით. Bugünün en დღეს ყველაზე ბევრი თქვენ იმუშავეთ. Yenge bunlar nereden? ბრძალო, შავი ვარდის შესახებ საიდან გაიგეს? მელეკ. ვინმე დარჩა, ვისაც ებრუს ნახელავის შესახებ არ გაეგოს. ოჩაღებრუ. მიზნად დაისახე და შეასრულე კიდეც. არც კენდალს დაუჯერე, არც სხვას. სხვა გამოსავალი მქონდა ემინე. Ama ne yalan söyleyeyim. არ მოგატყუებთ და შედეგით მეც კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, არც ისე ცუდი აზრია. რას გულისხმობ ბრძალო? თანაც საკმაოდ იული საქმეა. რატომაც არა ტურისტული სეზონია, თანაც ვარდების რეკლამა გამოგვივა. Buradan güllerin reklamı მეც ვიხეირებ. Ben de katılıyorum. ფირად ბეი, სადაფზე მუშაობთ არა? Fırat Bey, კომისია. sedef işindeydiniz değil mi? დიახ. Tamam işte. ტურისტებს სადაფის Sedef ნაკეთობებიც turistlerin იზიდავს. ilgisini ისინი çeker. დაინტერესდებიან თუ იმ ფასად მიხედით, როგორც ხვებს. Bence harika. ჩვენიერი იდეაა. Ortak olalım mı? პარტნიორები გავხდეთ? Ne ortak? რა პარტნიორები? Ada, ადა, Ada, ადა, Ada, ადა, Ada uyan. ადა გოსმოდი. Ada, ადა, Ada, ადა, Ada uyan. ადა გოსმოდი. Ada, ადა, Vallahi burada ტურისტებს შეიძლება სიქმა და აირანი შევთავაზოთ. ღუმელი აქ დავდგათ. Ne bileyim şuraya da bir რამდენიმე güneş ქოლგა ხუთი gölgesi ექვსი katarız. მაგიდა და 5-6 სკამები tane დაგჭირდება. masa zaten fazlasına მეტი არ gerek არის yok. საჭირო. Vallahi sen ეჭვი არ მეპარება რომ შენ ამასაც მოახერხებ. Ne რა dersin? სიტყვა ემინე? Ebru vallahi bilmem. არ ვიცი რა გითხრა ებრუ. İlk defa ჩემს ცხოვრებაში პირველად ვიმუშავებ. მართლა საკუთარ ფულს გამოიმუშავებ. ამაზე კარგი რა არის? კენდალი გაგიჟდება. Duymazsın. ბრძალო არ გაიგოს. Uyarmak için უბრალოდ söylüyorum. გაფრთხილებ. Emine. ემინე. Tamam. ხო, Yapalım o zaman. თანახმა ვარ. Ada, ადა, Ada uyan. ადა გოსმოდი. Ada, ადა, Ada uyan. ადა გოსმოდი. რა ხდება? Kaza var. გონი ავარია. Abi kaza. ძმაო, ავარია მოხდა, ადამიანი დაშავდა, გთხოვ დამეხმარეთ. Düşündükçe delireceğim. ნამდვილად გავგიჟდები. ბარან კვარა. ენა არ გაგიჩუმებია. ასე რატომ აზვიადებ? Ayşe nasıl? აიშე, როგორ გავჩუმდე? ბარან, Ayşe. აიშე, ვერ ვწყნარდები. Sakinleşemiyorum işte. Biraz destek ჯობს olsan. გვერდში დამიდგე.
Ada kendine gel. Gonsmodi Ada. Ada ne olur hadi Gonsmodi. En yakın hastane Იცი უახლოესი საავადმყოფო საით არის? ვიცი. დაჯექი და გზა მაჩვენე. დროს ნუ დავკარგავთ. შვილო. Алло, ძმაო. უნდა გვიშველო. შვილო. კენდალ, შვილო, რატომ არაფერი მითხარი? რა უნდა მეთქვა დედა? სიმართლეა, რაც ოგუზმა მითხრა. მე რა ვიცი ამჯერად რა გითხრა. რუსკართან დაკავშირებით. მაშინვე შენთან გამოიქცა დედა? უნდა ეთქვა, შეცდომა თავად დაუშვი, რომ არ მითხარი. დედა, არაფერი გითხარი, რომ არ შეგშინებოდა. მომისმინე კენდალ, დღეიდან ყველაფერს მეტყვი, არაფერს დამიმალავ. დედა, ვიღაც მებრძვის თანაც ძალიან ცუდად. მურატის სასაფლაოზე კენდალ შანვერდის სახელზე ქვა დაუდგამთ. დედა მისმენ? რას ამბობ შვილო? დედა ნუ გელავ, ყველაფერს მოვაგვარებ. წნევა მარაგიწიოს, გთხოვ არ იდარდო. საღამოს მოვალ და ვილაპარაკოთ. ახლა დაგემშვიდობები. კაპიტანო ღუს. როგორც ვხედავ მიწვევ. ასე არა? კარგი, ასე იყოს. Ada. სერდარი. მანქანა. სერდარის მანქანა. ada მასთან ერთად იყო ბარან. დაწყნარდი. Ada. დაწყნარდი, აქ არავინაა. დაწყნარდი. ada სად არის? ღმერთო, დაგადამირჩინე, გთხოვ. არაფერი შეემთხვეს. გთხოვ, ღმერთო. ებრგულია მიჩქარდა, ძალიან მღელავ. მელეკ, შენც დაგვეხმარები ხოლმე. თავისუფალ დროს დაჯდები და აქვე იმეცადინებ. ქალიც ამას ქვია. უკან არასოდეს იხევს. ემინე, კარგად ხარ? კარგად ვარ, თანაც ძალიან კარგად. მურატს დიდი სიკეთე გაუკეთებია, წასვლისას შენი თავი ჩვენ რომ ჩაგვაბარა. Belki de görüyordu. İknep şoriden გვიყურებს კიდეც. ასე არ იტყვიან ხოლმე? Bilemeyiz. თუმცა ეგ არავინ იცის. Evet. გისმენთ. Alo. Hocam buyurun. მასწავლებელო, გისმენთ? Ne? რა? Yardım edin. დაგვეხმარეთ, დაშავებულია. Yardım edin. გვიშველეთ. Yardım edin. დაგვეხმარეთ. Neredesin? Saat kart. Murat İmandaris. Burada bey. Akaris Bey.
აშო ტელეფონი სარდარ და მიპასუხე სერდარ, მიპასუხე. ალო? სერდარ, სად ხართ? საუნივერსიტეტო კლინიკაში. შოკში ვარ. სასწრაფოდ მოდი. მოდი ვარ. ებროჰანი. ვიცი ოგუსბეი, ვიცი სად არიან? საუნივერსიტეტო კლინიკაში. გასაგებია, მოვდივარ. თქვენც გაგსინჯებთ. არა, მე კარგად ვარ. ადას მიხედეთ, გონზე რატომ არ მოდის? მითხარით. ჯემალბეი, შეიძლება მეც თქვენთან ერთად წამოვიდე. დაბრძანეთ მელიქანი. მეც წამოვალ. სასწრაფოდ მოშორდი მაქაურობას. რა მდგომარეობაა? როგორც ჩანს, გული შოკის გამო წაუვიდა. საგანგაშო არაფერია, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიას მაინც გადავუღებთ. ტვინში სისხლდენის რისკი უნდა გამოვრიცხოთ. ამაღამ ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ დავტოვებთ. დიდი ხანია რაც გონდა გარგულია. ეს ნორმალურია. მსგავს შემთხვევებში ნორმალურია. საგანგაშო მდგომარეობა რომ ყოფილიყო, შესაბამის ზომებს მივიღებდით. ნუ ღელავთ. მალე გამოჯამრთელდება. რა მოხდა? მოულოდნელად საპირისპირო მიმართულებიდან მანქანა გამოვარდა. ვეცადე გვერდი ამევლო, მაგრამ შენ კარგად ხარ? კი, კარგად ვარ. საავადმყოფოში როგორ მოხვედით? გზაზე მიმავალი მანქანა გავაჩერე, შემდეგ იმ კაცმა ადახელში აყვანელი აქამდე მოიყვანა. ცოტა ხნის წინ ექიმს ესაუბრებოდა. ებრო მოხდა რამე? არაფერი. ადა. ადა შვილო, კარგად ხარ? დედა. კარგად ვარ. სერდარ. აქ ვარ. კარგად ხარ? კარგად ვარ. ადა ბოდიშს გიხდი. ძალიან შემეშინდა. რამე რომ მოხსლო და მიყვარ ხარ. გარეთ ვიქნები.
ვიფიქრე, თან ყავას დავლებთ, თან ვილაპარაკებთ მეთქი. დედა, ოგოს რა უთხარი, დედა? რომც გაიგო ეს რამე შეცვლის? არაფერს. თავიდანვე ჩემთან რომ მოსულიყავით და სიმართლე გეთქვათ. ერთმანეთს ასე მალულად რომ არ შეხვედროდით. წესისა და ტრადიციების შესაბამისად რამე გამოსავალს მოვძებნიდით. მაგრამ ახლა ხალხის წინაშე თავი უნდა დავიცვათ. უკვე ძალიან გვიანია, ნარინ. რა გინდა ოზლემ? დედა რაღაც უნდა გითხრა, მაგრამ მითხარი ოზლემ. რა მოხდა? ადა ავარიაში მოყოლილა, ახლა საავადმყოფოშია. რა? როგორ არის? ჯერ არაფერი ვიცით საავადმყოფოში, ახლა ხან მოვედით ოზლემ, გაიგე როგორ არის და შემატყობინე. კარგი დედა. რა მოხდა დედა? ღმერთო, დაგვიფარე. შავი ღრუბლები ისევ ჩვენი სახლის თავზე ტრიალებს. რას ამბობ დედა, რა მოხდა? ადა ავარიაში მოყოლილა. დედასთვის რომ არ გეთქვა რა დაშავდებოდა. ბრაზობს ყველაზე ბოლოს მე ვგებულობო. თქვენ შედით, მეც ახლა ვემოვალ. რა იყო მურატ? ხალხ მრავალი ადგილი ეჯობს, საკაურობას გაეცალო. შესაძლოა ვინმემ დაგინახოს. საავადმყოფოში ჩემი შვილი წევს ჭემა. სანამ არ ვნახავ, რომ აქედან სახსალამათი გაეწერა, ფეხს არ მოვიცვლი. კარგი, მაგრამ სისულელი არ ჩაიდინო და მანქანიდან არ ჩამოხვიდე. რა ხდება შემატყობინე? რაც საჭიროა, ყველაფერი გააკეთე. ყველაფერი. ადა. ძალიან შემეშინდა. კარგად ხარ? ის მანქანა უცებ გამოვარდა. შენი ბრალია, ყველაფერი შენი ბრალია. ბარან. ვიძია გამიშვი. შვილო დაწყნარდი. თავიდამანებელი ძია, ჩემი და ამის გამოა. ამაზე პასუხს აგებ გესმის? ბარან, ნუღელავ, ადა კარგად არის. შენც ამის მსგავსად დამნაშავე ხარ. სულ ბარანს ნუ გაიძახით. ამასთან ხეთიალის ნება რომ არ მიგეცა, ეს არ მოხდებოდა. რამე რომ დამართმოდა, რა პასუხს გაგცემდი? დაწყნარდით, არ დაგავიწყეთ, რომ საავადმყოფოში იმყოფებით. ბევრი ხართ, მხოლოდ ერთი ადამიანი დარჩეს. ხალდილით ისედაც გავწერთ. ძალიან წუხარებ რუჰანი. ადა როგორ არის? მადლობა, უფალს კარგად არის. ამაღამ აქ დატოვებენ. ძმაო, მანქანა ძალიან დაზიანდა. ახლა მანქანაზე ფიქრის დროა. როგორ ხარ? აქ როგორ მოხვედით? გზაზე ვიღაც კაცი დაგვეხმარა, აქ მან მოგვიყვანა. მითხარი ვინ არის, სად არის? მადლობა, მაინც გადავუხადო. არ ვიცი სად არის, უცებ გაუჩინარდა. აქ ყოფნას აზრი არ აქვს, საგანგაშო აღარაფერია. წავიდეთ. მე აქ დავრჩები. ბარან, წავიდეთ. დილით ისევ მოვალთ, ყველას არ დატოვებენ. გამოჯამრთელებას ვუსურვებ. გამოჯამრთელებას ვუსურვებ. ნახვამდისებრო. მადლობა.
ებროჰანი, თუ რამე დაგჭირდებათ, გთხოვთ შემატყობინოთ. კარგი, დიდი მადლობა. როდის გიხდით? დავივიწყოთ, რაც მოხდა. წავედეთ. ნახვამდის. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ. შავი ვარდი. არ მომწონს ეს კაცი სულ ჩვენ გარშემო რომ ტრიალებს. გამარჯობა. გამარჯობა. იმედი არ გაწუხებთ. რას ბრძანებთ? დაბრძანდით. რუსგარის ამბავი მაინტერესებდა. არის რამე ახალი? რუსგარი კარგად არის, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გარკვეულა. დედა მომშივდა. აბა რა მოგშივდებოდა, დილიდან არაფერი გიჭამია. ახლა ვერ ამეს ვიყიდით. რა უნდა იყიდო ებრო, რამეს მოვამზადებ. სიქმა მოგიმზადოთ? სიქმა რა არის? მართლა სიქმა რა არის? რომ შეჭამთ გაიგებთ. ასიმსაც ძალიან უყვარს. კარგი ხანი არ მომიმზადებია. გოგონები არ არიან? არა, სკოლიდან ექსკურსიაზე წავიდნენ. უნდა გუპასუხო. პირად, პროდუქტები გააქვს? იმ დროს არ მოიტანე, სამზარეულოში უნდა იყოს. აირენიც გავაკეთოთ. მაწონი რომ არ გვაქვს? მელეკ, ხო, წადი და მაწონის სახლიდან მოიტანე. გუშინ დავაყენე, შედეთდებოდა. კარგი რძალო. მე ცეცხლს დავანთებ. მე ცომს მოვზელ. მობრძანდი შვილო. მომხდარის გამო თქვენ წინაშე თავს უხერხულად უგრძნობ კადრიეჰანიმ. რუსგარის გადაცებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გაირკვა. რა გაირკვა შვილო? იმ სახლს მივაგენით, სადაც ბავშვი ჰყავდათ გადამალული. უეჭველია რომ იქ იყვნენ. იმ სახლში ასთმის წამალი ვიპოვეთ. ჩეკის მიხედვით გავარკვიეთ, რომ აფთიაქში წამალი კენდალ აღას უყიდია. მას დავუკავშირდი. მითხრა, რომ რუსგარის გამტაცებლებმა დაურეკეს და გააფრთხილეს ამის შესახებ სიტყვა არ დასცდენოდა. ვიცი რომ ვიღაც კენდალს მოსვენებას არ აძლევს, ამას წინათ მურატის საფლავიც ამოთხარეს. რა? დედა, ეს როგორ დაგვემალე? რატომ არაფერი გითხარი? არ გითხარით, რა საჭირო იყო, რომ უარესად გენერვიულად? ნედავ ჩემთვის მაინც გეთქვათ კადრიეჰანიმ. რა გითხრა შვილო? მურატის სასაფლაოზე წავედი. ვიფიქრე ჩემ შვილს დარც გავუზიარებ მეთქი. საფლავი ამოთხრილი დამხვდა. გაოგნებული დავრჩი. კენდალს დავურეკე, მითხრა არავის არაფერი უთხრაო. შემდეგ საწყობი დაიწვა. ეს დიდი უბედურება დაგვატყდა. მელეკ, რა მოხდა შვილო? არაფერი დედა. ემინემ სიქმა უნდა მოამზადოს, აირანის გარეშე გემო არ ექნებაო და მაწუნის ასაღებად გამომგზავნეს. კარგი შვილო.